მოდი რეიგანის სიტყვები გავიხსენოთ, რომ ფაშიზმზე რო იყო საუბარი, მან თქვა, რომ ლიბერალიზმის სახით შემდგომში თუ ფაშიზმი დაბრუნდებაო, ის აუცილებლად მოვა ლიბერალიზმის სახითო და აგერ ფაქტია, ხო, ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის დასამარცხებლად. ლიბერფაშიზმის. მართალია მას ლიბერალიზმი ქვია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. პირველ რიგში მე მინდა საზოგადოებას მიულოცო ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი, ეს იყო დიდი გამარჯვება, რამაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ და ამას ქართველები ვართ. ბევრი კითხვის ნიშნები საერთოდ არ ჭირდება. ფაშიზმი თუ არ არის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის მხრიდან თუ არ არის ფაშისტური აგერ არის გამოხტომა, რასაც ქვია, ჯერ მოდი ვთქვათ საელჩოს ამბავი? არა, საელჩოს თავი დავანებოთ. აგერ არის აქტი, რომელსაც ეკითხა მეგობარი აქტი, ეს იყო რაღაცა ცინიზმის წერვალი. იქეთ, ანუ რაღაცა მიღმა, ზღვარი რო არის და იმის მიღმა და შემდეგ შეუცვალეს სახელი და დაარქვეს, რომ გავლენებისგან უნდა გაგვათავისუფლონ ირანის, რუსეთის და ჩინეთის. ჯერ ვინ უთხრათ, რომ ჩინეთის გავლენებისგან გათავისუფლება გვინდა და გვჭირდება. ეს ერთი. ჩრდილოეთ კორეა გამორჩათ, ალბათ იმისგანაც ეხა რაღაც თუ ვერ დალაგდა, მე ახალ აქტს შემოინახეს ეთყობა, რომ მოიგონებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის გავლენებისგან უნდა გათავისუფლონ საქართველო და ასე შემდეგ. არ გამოელევათ. ანუ და ჩვენ თუ მოვისმენდით, თქვათ, იქ როდესაც აქტთან დაკავშირებით რაღაც განხილვა მიდიოდა კონგრესში, ეს იყო რაღაცა უტიფრობის მწვერვალი. ანუ ქართველები ვზივართ, უსმენთ ჩვენთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორ შეგზღუდონ და აბსოლუტურად ტყუილებს ლაპარაკობენ. ერთი სიტყვა არ უთქვამთ მართალი. ანუ, როდესაც გამოდიოდა ვინმე უილსონი, პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველომ დაბლოკა დასავლური კომპანიები იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ანაკლის სპორტის მშენებლობაში. ეს იყო ყველაზე დიდი ტყუილი, როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მაგალითად ქართველები ხელისუფლება პირდაპირ მოუწოდებდა დასავლურ კომპანიებს, რომ როგორმე რაღაცა ფორმით მონაწილეობა მიიღეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტყუილი, ყველაფერი ტყუილი, რაც იყო ნათქვამი, როგორ გადავეცით ყველაფერი როგორ ჩავაბარო და ირანთან დაკავშირებით განსაკუთრებით, რომ სასწაული 2-3 კვირის წინ სომხეთმა ირანთან ერთად წუთნები ჩაატარა, სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების, რაღაცა რამდენიმე თვის წინ გახდა სტრატეგიული პარტნიორი. იქ არაფერი არ ხდება და ჩვენი ხელისუფლება ერთხელ იყო ჩასული თავის მეზობელ ქვეყანაში, რომელთანაც რა თქმა უნდა ურთიერთობა უნდა გქონდეს, სავაჭრო მინიმუმ ურთიერთობა და ერთმანეთს თოფები რო არ უნდა ესროლო და თურმე იმათი გავლენა ყოფილა საქართველოში. ნუ ეს ხარ უტიფრობის მწვერვალია. იყვნენ კონგრესმენები, რომლებიც მხარი არ დაუჭირეს ამ აქტს და თუ დავაკვირდებოდით, იმათი პოზიცია როგორი იყო, იცი რომ რა გინდათ გაანებეთ ამ საქართველოს თავი, ქვეყანა, რომელსაც რაღაცა წირი ეკონომიკა აქვს, რაღაცა სამხედრო სტრატეგიულ პარტნიორად არ გამოგვადგება. სავსე მართალია. ხო, ანუ მათი დამოკიდებულება რა იყო, იცი რომ ესენი ჩვენ არ გამოგვადგებიან იმისთვის, რაც ჩვენ მიზნები და ამოცანები გვაქვს. რა კარგია რომ ვიღაცა ეგრე ფიქრობს. ხო, ვიღაცა ფიქრობდა რომ რეალურად კარგი მიდგომა მომწონს. ჩვენ ოღონდ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ გვინდა რომ ეს ხალხი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაცა უბედურება მოვახდინოთ, რა არ გამოგვადგებიან თავისი გაჭირებიათ, ცოტანი არიან ბედნიერება, პატარა ქვეყანაა, არ აქვს რაღაცა სამხედრო რესურსი, ფინანსური რესურსი და გაანებეთ თავი ნუერევით მათ საქმეში. ეს დამოკიდებულება კი დააფიქსირა იმ ხარემ, რომ არ ჩაერიოთ მათ საქმეში, მაგრამ ისიც იმას ფიქრობდა, რომ იმიტომ არ უნდა ჩავერიოთ, რა ვერ გამოვიყენეთ. ვერაფერში ვერ გამოვიყენეთ. ოღონდ მეორე მხარე ფიქრობდა, რომ კი ბატონო, მეორე მხარე ფიქრობს, რომ გამოიყენებს. ანუ მათი დამოკიდებულება არის, რომ ჩვენ უნდა გამოგვიყენონ, მეტი არაფერი. მაგრამ მაინც პირველი დამოკიდებულება გვირჩევნია რა. ამ შემთხვევაში წინააღმდეგები იყვნენ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება გაეშვით რა. ანუ რაც არ ქექიას ის არის. კი ბატონო, კი სტრატეგიული მიზნებია გაცხადდა ფაქტიურად, ანუ აბა რა არის
ყუილების მოიგონეს, რაღაცა შეკერეს, რაღაცა აქტი და რაღაცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვიყურებენ თვალებში და თან გვეუბნებიან, რომ იცი რა, ჩვენ ამით თქვენ გეხმარებით და გავლენებისგან უნდა გაგათავისუფლო. ეხლა როგორ უნდა გაგვათავისუფლონ გავლენებისგან? ეხლა ნორმალური ადამიანი დაждები და ფიქრობ, თუ საქართველოში ხელისუფლება არის პროჩინური, ირანული და პრორუსული, მაშინ მათზე სანქციების დაწესება და გადაკეტვა და გადმოკეტვა ხომ არ წაიყვანს უფრო იმ მხარეს, სადაც თქვათ და იმ მიმართულებით არა, რასაც აბრალებ და იმ მიმართულებით მიდის. ანუ შენი რეალური მიზანი თუ ის არის, რომ მე გამათავისუფლო, მაშინ უნდა დამსვა და უნდა მელაპარაკო, რომ იცი რა, შენ ჩინეთისკენ რა თქმა უნდა, მე აი ამას გავაკეთებ. ვაჭრობა ელემენტარული მოსულა პოლიტიკაში. ეს ყველაფერი არის ტყუილი და როდესაც გავშიფრავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ იმ კონგრესმენებს შორის ძალიან ბევრი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან დამფუძნებლები და დირექტორთა საბჭოში ისეთი დიდი ფონდებს თავიდანებოთ კომპანიების, რომლებიც აწარმოებენ იარაღს. ჩვენ შეგვიძლია გვარები დასახელები გამოვიტანოთ, მე შემიძლია მოვიძიო და გამოვიტანო ფაქტები. ისინი ჩვენ არასოდეს არ გვაპატიებენ, რაც საქართველოს გააკეთა. როდესაც ჩვენ ომი არ დავიწყეთ და ეს ომი მარტო საქართველოს ომი ხო არ იყო გაცვლილი იმაზე, რომ აი ქართველები ომს დაიწყებენ და რაღაცა 5 დღე გაუძლებენ, 10 თუნდაც 50. აქ იყო გაცვლილი დიდი ადუღება საქართველოს მეშვეობით ჩრდილო კავკასიისა. ეს ომი უნდა გაგრძელებულიყო ძალიან საშინელება. ფართო მასშტაბიანი ომი უნდა ყოფილიყო რუსეთთან და